ისტორიაში პირველად მეცნიერები შიმპანზეებს შორის სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომს დააკვირდნენ და ის აღწერეს კიდევაც. ასეთი მოვლენები ძალიან იშვიათია და ასე კომპლექსურად ის აქამდე არ იყო შესწავლილი. ეს ყველაფერი უგანდის ტროპიკულ ტყეებში მოხდა. ომი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ეს ჯგუფი ძალიან დიდი ხანი ცხოვრობდა ერთად. შიმპანზეები ერთად იკვებებოდნენ, ერთად ნადირობდნენ, ერთმანეთს უვლიდნენ, ტერიტორიას დარაჯობდნენ და მოულოდნელად ისინი ერთმანეთს მოსისხლე მტრებად იქცნენ. პირველი შეტაკების შემდეგ შიმპანზეების ერთი ჯგუფი დასავლეთით გაიქცა, მეორე ჯგუფი მათ გაეკიდა. შედეგად ჩამოყალიბდა საზღვარი. ამის შემდეგ შიმპანზეები ერთმანეთს თავს არიდებდნენ დაახლოებით 6 კვირიანი პერიოდის განმავლობაში. ეტაპობრივად საზღვართან ხდებოდა შეტაკებები, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ სოციალურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია. დასავლეთის ჯგუფი აღმოსავლეთ ჯგუფზე გაცილებით პატარა იყო, თუმცა ყველა დიდი შეტაკება სწორედ მათ დაიწყეს. საბოლოოდ შიმპანზეები ერთი ხიდანაც აღარ იკვებებოდნენ. აგრესია შთამომავლობამდე გადავიდა. კვლევრები უშუალოდ დააკვირდნენ თუ როგორ იპარავდნენ და კლავდნენ დასავლელი შიმპანზეები აღმოსავლეთ ჯგუფის ჩვილებს. მთლიანობაში 14 პატარა შიმპანზე მოკლეს. 2018-დან 2024 წლამდე შიმპანზეები ერთმანეთს მუდმივად თავს ესხმოდნენ. კვლევრების თქმით, მკვლელობის ასეთი მაჩვენებელი გაცილებით აღემატებოდა შიმპანზეებში გუფთაშორისი აგრესიის აქამდე შეფასებულ მაჩვენებლებს. თუ ამან ჩვენი ომები გაგახსენათ, შეგახსენებთ, რომ შიმპანზეებთან დაახლოებით დნმ-ის 98%-ზე მეც ვიზიარებთ.